სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არს ღმერთი. ყველას გილოცავ დღევანდელ დღეს ღმერთმა მრავალს დაგასწროთ. თქვენ და ჩვენი ქვეყანა და ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანელი მშვიდობა მოგცეს უფალმა, მოგეხსენებათ მძიმე დრო და ჟამია. დღევანდელ დღეს წაკითხული იქნა სახარება, ესე ქვია მას, უგუნური მდიდარის შესახებ გახლავთ იგავი. უგუნური მდიდარი, რომელიც ამ შემთხვევაში მოცემული იყო მის შესახებ ეს თხრობა, რატომღაც ესე სახელი ხომ წინ უძღვის, ერთია რომ მდიდარია კაცი, მეორეა უგუნურია და რაში მდგომარეობს მისი უგუნურება, ამის შესახებ უნდა ვილაპარაკოთ დღევანდელ დღეს. შევეცდები ყოველ შემთხვევაში რომ ორიოდე სიტყვით გითხრათ, მაგრამ ჯერ იგავი გავიხსენოთ როგორ იყო. რომ ერთ მდიდარ კაცს ძალიან დიდი მოსავალი მოუვიდა და დაიწყო ფიქრი იმის შესახებ თუ რა უნდა გაეკეთებინა და ეუბნება თავის თავს რომ მოდი ახლა რაც ძველი მაქვს საწყობები სადაც ვაბინავებდი ამ ჩემს მოსავალს იმებს დავანგრევ, უფრო დიდებს ავაშენებ, რომ დაბინავება შევძლო ამ ყველაფრისა, იმიტომ რომ ძალიან დიდია მოსავალი მოსული. ამის შემდეგ ვეთყვი ჩემს სულს ჭამე, სვი და განსხრებოდე. აი ესე ანუგეშებს თავის თავს და ესმის ხმა ღვთისგან, რომ უგუნურო ამაღამ ამოგაცლიან მაგ შენ სულს და ეს ყველაფერი ვისთვისაც მოამზადე, ვის დარჩება. ასე დაემართება ყველასო, ვინც უფალში არ მდიდრდება. აი უფალში არ მდიდრდება, ამაზე კიდე ცალკე გვექნება სალაპარაკო, მაგრამ ჯერ ამ უგუნურებაზე ვილაპარაკოთ, რომ რა არის ამ ადამიანის უგუნურება ამ შემთხვევაში. პირველ რიგში დავიწყოთ უნდა იქედან, რომ არავითარ შემთხვევაში არ გეგონოთ თქვენ, რომ სიმდიდრე იყოს ცოდვა. ეს არასწორი დამოკიდებულებაა, მინდა გითხრათ. ძალიან ხშირად დღევანდელ დღესაც ადამიანები ამაზე არასწორ აქცენტებს აკეთებენ. მაგალითად, ვიღაცა მდიდარზე შეიძლება ისე თქვან, რომ ის რომ აქვს, რატომ აქვს, როგორ აქვს. ეს არ არის ჩვენი საქმე, ადამიანს რატომ აქვს და როგორ აქვს. რაღაცა მოწყალება მიიღო, ბაბუამ დაუტოვა თუ ბიცოლამ რა მნიშვნელობა აქვს. აქვს მას ეს სიმდიდრე. ეს კი არ არის თავისთავად დანაშაული რომ სიმდიდრე. ეს რომ დანაშაული ყოფილიყო სიმდიდრის ქონა, მაშინ აბრაამი არ იქნებოდა წმინდათა შორის ერთ-ერთი უპირატესი. იმიტომ რომ აბრაამზე მდიდარი ადამიანი ჩვენ არ შეგვიძლია მოვყვეთ ძველათმაში ვინ იყო. საოცრად მდიდარი კაცი იყო, საოცრად მინდა გითხრათ, აი დღეს რომ რაღაც ზღაპრულ სიმდიდრეს ხვებიან ვიღაცა შეიხებზე, რომლებიც ოქროს საბადოებზე ზიან და მილიარდობით ფული აქვს, იმაზე მეტი ქონდა იმ შემთხვევაში, მაშინ არ იყო ახლა ვერტმფრენებით არ დაფრინავდა აბრაამი, მაგრამ იმაზე მეტი შესაძლებლობა და საშუალება ქონდა, მაგრამ უგუნური მდიდარი მას არ დაერქვა და დაერქვა ამ ადამიანს, იმიტომ რომ არასოდეს აბრაამი ასე არ მსჯელობდა სიმდიდრის შესახებ, როგორც ამ ადამიანმა იმსჯელა. ის საკუთარ თავს ელაპარაკება. ეს არ არის სხვათა შორის დანაშაული და არც შიზოფრენიის ნიშნები არ გეგონოთ, იმიტომ რომ ადამიანი მოლაპარაკე არსებაა, ის ყოველთვის ვიღაცას ესაიდუმლოება, არ არის აუცილებელი ეს ხმამაღალი ნათქვამი იყოს. თუ ლოცვა იცის, რა თქმა უნდა, ღმერთს ელაპარაკება. და თუ ლოცვა არ იცის, საკუთარ თავს ელაპარაკება. და საკუთარ თავთან ლაპარაკშია სწორედ რომ აი ამ უგუნურმა უნდა აღმოაჩინოს რომ იპოვოს თავისი თავის, აი ამ უგუნურების საძირკველი და საფუძველი. და თავის თავთან ლაპარაკი აქვე გეტყვით კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ რომ დანაშაული არ არის, იმიტომ რომ ჩვენ ლოცვებიც გვაქვს შესაბამისი სინანულის კანონი, რომელიც ანდრია კრიტელის კანონი, რომელიც იკითხება დიდმარხველ პირველ კვირას, მე-6 წლისპირის კონდაკი ყველას უნდა გახსოვდეთ ზეპირად, სადაც ესეთი საგალობელია: სულო ჩემო აღზდეკ, ცოდვათაგან ნუგძინავს. ამას საკუთარ თავს მიმართავს, საკუთარ სულს ელაპარაკება ასე ადამიანი. ამიტომ ეს არ არის რა თქმა უნდა დანაშაული, მაგრამ დანაშაულია რა შინაარსით ელაპარაკება. ამ უგუნურზე შეგვიძლია ჩვენ ვთქვათ, რომ თუ მას ექნებოდა ცხოველი სული, რასაც ჩვენ სამშვინველს ვეძახით, მაშინ უფლება ქონდა მას ასე ელაპარაკა, რომ ჭამე, სვი და განსხრებოდე. მაგრამ როდესაც ხარ მოაზროვნე ადამიანი, რომელსაც შეიძლება არ ქონდეს ინფორმაცია და სათანადო განათლება, რომ შედგენილი ხარ ხორცისგან და სულისგან, მაგრამ შენსა და პირუტყვს შორის განსხვავებას ყველა შემთხვევაში უნდა ხვდებოდე და გრძნობდე. ხო მართალია? არ ხარ შეიძლება საღვთისმეტყველო განათლების, არც ქრისტიანობამ არ მოაღწია შენს ყურამდე, მაგრამ
რომ განსხვავებულია ადამიანის ბუნება ცხოველის ბუნებისაგან. ამას ხომ არ სჭირდება დიდი ფილოსოფია. აი ეს არის სწორედ უგუნურება, რომ ამ განსხვავებას, აი ამ რაღაცა აი შეხედეთ არ ტოლობის ნიშანი აქვს მას ცხოველსა და ადამიანს შორის, იმიტომ რომ მხოლოდ ცხოველს შეუძლია ასეთი აზროვნება, რომ საკვები თუ კი აქვს, ფიქრობს, რომ მეტი აღარაფერი აღარ ჭირდება და შეიძლება იმდენი ჭამოს, სანამ უცელი არ გაუსკდება. და ადამიანს არა აქვს ამისი უფლება, ასე იფიქროს, ასე იმსჯელოს, ასე საკუთარ თავს ებაასოს და ანუგეშოს მას საკუთარი თავი, რომ შენ ნუ გეშინია, ყველაფერი გაქვს, ჭამე, სვიდა განსხრებოდე. რომელ ჩვენგანს აქვს, რომელ ადამიანს აქვს ერთი ცნობა მოცემული რაღაცა ზეციდან, რომ შენ ამა და ამ დროს გარდაიცვლები და ამა და ამ დროს ცოცხალი იქნები. არავის, არც ერთს. ამიტომ როგორ ბედავს ადამიანი ხმა მოიღოს და თქვას, რომ მე ხვალ ამას გავაკეთებ, იმას შევიძენ, იმას ავაშენებ, ამას გადავდგამ, ამას გადმოვდგამ. შეიძლება ასე მსჯელობდეს ქრისტიანი, ოღონდ ერთი პირობით. იაკობ მოციქულის სიტყვებს გევთყვით ახლა. ერთი პირობით, მხოლოდ და მხოლოდ, თუ კი დააყოლებს, თუ კი ღმერთი ინებებს. აი, რასაც დაგეგმავს, ეს მშენებლობა იქნება, ყიდვა, გაყიდვა, მოგზაურობა თუ ასე შემდგომ, უნდა დააყოლოს აუცილებლად ეს სიტყვები, რომ თუ კი ღმერთი ინებებს, იმიტომ რომ ერთია შენ რომ გინდა და მეორეა ეთანხმება თუ არა ეს ღვთისნებას და იქნება თუ არა ასე როგორც შენ გინდა. აქედან გამომდინარე, ნახეთ, ამ ადამიანის ეს მსჯელობა არის აბსოლუტური უგუნურება, იმიტომ რომ მან საკუთარ თავს გარანტია მისცა, რადგანაც საჭმელი და სასმელი ბევრი დაინახა, რომ ის დიდხანს იცოცხლებს. მაგრამ ღმერთი ეუბნება მას, რომ უგუნურო, ამეღა მიგიღებენ შენ სულს. ესეც ძალიან საინტერესო მომენტია, რა რომ ჩვენ ბიბლიაში ძალიან ხშირად ვხვდებით, რომ ცოდვილებს უფრო მეტად ელაპარაკება ღმერთი ვიდრე მართალ ადამიანებს. იყვნენ მართალი ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არ ქონიათ გამოცხადება. არანაირი გამოცხადება თეოფანიას, რასაც ვეძახით ჩვენ, რომ საღვთო რაღაცა ესეთი განდობა, რომ ან საწინასწარმეტყველო, ან რაღაცა სწავლებითი, რომ მას ჩამოეყალიბებინა, რომ ღმერთის გამოცხადებით ეს არ, მაგრამ ნახულობ ცოდვილებთან. მაგალითად, კაინთან არის ძალიან დიდი დიალოგი. ეუბნება, რომ რა დაგიმწუხრებია ეგ სახეო. თუ მართალი კაცი ხარო, არ უნდა გქონდეს სახე დამწუხრებულიო. ცოდვა კარებთან არის მომდგარიო, მაგრამ შენ შეგიძლია იბატონო მასზე. კაინს, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს თავისი ძმის მკვლელობა, მას ელაპარაკება ღმერთი. აბელს რომ ელაპარაკებოდეს, ღმერთი არსად არ გვინახავს. ბიბლიაში არ წერია ყოველ შემთხვევაში, რომ აბელს ელაპარაკება, კაინს ელაპარაკება. ასეთივე შემთხვევა, როდესაც აბრაამი გადასახლდება ეგვიპტეში. ეგვიპტის ფარაონს წარმართს ელაპარაკება, რომ არ ახლო ამ ადამიანებს ხელი, ასევე აბიმელექს, რომელიც წარმართა შორის კიდევ უფრო მეტი წარმართი იყო, აბიმელექი მეფის ტიტული იყო იმ წარმართულ ქანაანის ქვეყანაში, იმასაც ელაპარაკება ღმერთი, როდესაც აბრაამი მასთან ჩადის. ამიტომაც ამ საკითხმა არ უნდა გაგვაკვირვოს, ღმერთი ხანდახან ცოდვილებს უფრო მეტად ელაპარაკება, იმიტომ რომ ღმერთს არავის წარწმენდა არ სურს. თუ არავის წარწმენდა არ სურს, მაშინ რატომ ვერ ცხონდება ყველა? ისმის კითხვა. ამ კითხვაზე არსებობს პასუხი. იმიტომ ვერ ცხონდება ყველა, რომ ყველას ნება არ ეთანხმება საღვთო ნებას და ღმერთი არავისზე არ ძალადობს. არავისზე. არც ერთ ადამიანზე. აი აქედან გამომდინარე, ვერ ცხონდება ყველა, მაგრამ ყველას აქვს მოცემული პოტენციალი იმისა, რომ ცხონდეს და უგუნურებისგან გონიერებაში გადავიდეს. უგუნურებას თავი დაანებოს, აი ამ მსჯელობას შეეშვას და თქვას, რომ მე კი მაქვს ეს ყველაფერი, მაგრამ რისთვის მაქვს? რითიც დავიწყე დღევანდელი ლაპარაკი, რომ სიმდიდრე კი არ არის ცოდვა. სიმდიდრესთან შენი დამოკიდებულება როგორია? სწორედ ეს არის ან შენი გონიერება და ან შენი უგუნურება. ამიტომაც ბოლო ციტატა რაც იქ ეწერა, რომ ვინც ღმერთში არ მდიდრდება, ყველას ასე დაემართება, რას ნიშნავს ღმერთში არ მდიდრდება? აი, მინდა გითხრათ, რომ ახლა აქ საზოგადოება ვინც გავართ, ვერავინ ვერ ვიტყვით, რომ რაღაცა მილიონერები ვართ, მაგრამ რაღაცა სიმდიდრე ყველას გაგვაჩნია. მაგრამ რა სიმდიდრე ეს ამაზე ხშირად არ გვიფიქრია და სწორედ ეს არის აღმოსაჩენი საკუთარ თავში, რა სიმდიდრეს ფლობ. მაგალითისთვის მინდა გითხრათ, რომ ადამიანმა თუ კი კარგად ისწავლა და იქ დოქტორი გახდა და მერე პროფესორი და ასე შემდგომ, ჩვენ სრული უფლება გვაქვს, რომ ვკითხოთ მას, რომ სად არიან შენი აღზრდილი მოწაფეები,
ვის გადაეც უნდა გადასცე შენ ეს ცოდნა, ვინ უნდა გააგრძელოს ის რაღაცა მიმართულება ცოდნისა, რომელიცაც შენ ამდენი წელი დაკარგე ამ შრომაში და სად არის გვაჩვენი? გვაინტერესებს ნაყოფი იმ ხისა, რომელიც შენ დარგე. ასევე სამღვდელოებას, რა თქმა უნდა, მე ჩემს თავს, საკუთარ თავს უნდა მოუწოდო, რომ მღვდლობა უდიდესი სიმდიდრეა, რომელიც მე მომეცა. ყველანაირ მატერიალურ სიმდიდრეზე უფრო აღმატებ. მატერიალური და ფულადი სიმდიდრე ჩადვალეთ ყველაზე ბოლოში დგას, იმიტომ რომ რასაც მე ჩამოგიტვლით ახლა, შეიძლება არ გიფიქრიათ ამაზე, რომ ეს სიმდიდრეა. მღვდლობა არის ყველაზე დიდი სიმდიდრე. უნდა კითხო მღვდელს, რომ სად არის ხალხი, რომელსაც შენ ზრდი, რამდენი მოიყვანე, რამდენი მოყვანილი დატოვე, რამდენი გააქციე. აი ეს შეკითხვები უნდა ისმოდეს საკუთარ თავთან, რა თქმა უნდა, ახლა ეს რიტორიკულად ვამბობ, არა იმით, რომ ვიღაცა ეს შეკითხვებს და აქ რაღაცა იმას ანგარიშს ვაწარმოებდეთ ჩვენ სტატისტიკას. არა, ასე არა. კითხვა უნდა ისმოდეს, რომ რა სიმდიდრე მაქვს მე, რომელი სიმდიდრის მფლობელი ვარ. მეგობრები რომ მყავს, არ არის ეს ჩვენი სიმდიდრე? შვილები რომ მყავთ, ხალხო, არ არის ეს სიმდიდრე? ახლობლები რომ გახვევიათ ირგვლივ გარს, ვისაც უყვარხარ, ვისაც შენი გახარება შეუძლია, ეს არ არის შენი სიმდიდრე. რა თქმა უნდა, შენი სიმდიდრეა. მაგრამ ყველაზე შენი დიდი სიმდიდრე გახლავთ დრო, რომელი დროც მოცემული გაქვს ჩვენ ამ ქვეყანაზე ცხოვრების. იმიტომ რომ ნახეთ, ძალიან პატარა და მოკლე ხანში შეიძლება ადამიანი ცხონდეს, როგორც ავაზაკი ჯვარზე გაკრული. ერთი სიტყვა თქვა, სინანულის ერთი გამოხატულება, რომ მომიხსენე მეუფალო, ოდეს მოხვიდე სუფევისა შენითა და პირველი შევიდე ცათასასუფეველში. ამიტომ შეიძლება ძალიან მოკლე დროში მოხდეს ადამიანმა მოახდინოს თავის თავში ასეთი ცვლილება, რაც ამ ავაზაკმა შეძლო და სასუფეველში შევიდა. ამიტომაც გეტყვით თქვენ, რომ დრო თქვენთვის ძალიან დიდი სიმდიდრეა. აქ არ ვლაპარაკობ, კიდევ ერთხელ გიმეორებ, ფულზე. ფული ყველაზე ბოლოს არის. ამიტომაც ამ სიმდიდრეს ჩვენ ერთმანეთს უნდა უნაწილებდეთ. მე როგორც მღვდელი, ჩემს სამღვდელო მსახურებას, თქვენ როგორც ერთმანეთის მეგობრობი, ამ მეგობრობას არ უნდა იშურებდეთ ერთმანეთისთვის სითბოს და სიყვარულს. ეს არის სწორედ ღმერთში გამდიდრება. მე გეტყვით თქვენ, რომ აი როგორც საბაჟოზე გადადიხარ და არის რაღაც აკრძალული ნივთები, რასაც არ გაგატანენ, სწორედ ასე იქნება ადამიანის გარდაცვალება. როდესაც ის გარდაიცვლება, რაღაცებზე ეტყვიან, რომ ესენი აქ უნდა დატოვო ყველაფერი, იმიტომ რომ არ დაგჭირდება. ვერც იმ ფულს წაიღებ და ვერც აღარ დრო აღარ იქნება შენთვის. მორჩა უკვე დამთავრდა დრო. აღარაფერი მსგავსი, რაც ამ ქვეყნიურია. აქ რჩება ყველაფერი. იქ რას წაიღებთ, იცით? აი თუ ვინმესთვის, ოდესმე, მწყურვალისთვის ციხაწყალი მიგიწოდებიათ, ღმერთი არ დაგიკარგავთ, ამას და ეს სიმდიდრეა ღმერთში იცოდეთ. თუ ვინმესთვის შეძელით და მისი ცრემლიანი თვალი შეამშრალეთ, იცოდეს, რომ ეს ცრემლი იქ დაგხვდებათ, როგორც თქვენი ცოდვების გამოსასყიდი სინანულის ცრემლი. თუ კი შეძელით, რომ ადამიანს მანუგეშებელი სიტყვა უთხარით და ცხოვრებაში მისი გახარება რაღაცა კლდესთან მისული გადასაჩეხად გამზადებული ადამიანი უკან მოაბრუნეთ, იცოდეთ, რომ ეს თქვენი სიმდიდრეა. ამიტომ, ნუ დაწვრილმანდებით ხოლმე და ნუ იფიქრებთ, როდესაც მდიდარზეა ლაპარაკი, აუცილებლად მატერიალურ ქონებაზეა ლაპარაკი. არა, ჩვენ არ გვაქვს ის მატერიალური ქონება ეხლა და რომც გქონდეს, იცით როგორ არის? მთელი ქვეყნის სიმდიდრე რომ გადაანაწილო მთელ კაცობრიობას. აი ყველა ადამიანი, ვინც არ დღეს არსებობს, ყველას რომ მისცე მილიონი. იცით რა იქნება ერთზე? თქვენ გონა ყველა მდიდარი იქნება? არა. ისევ იგივე მდგომარეობა იქნება. ამ მილიონებიდან ვიღაცები მილიარდები გახდებიან ერთეულები, ვიღაცები მილიონერები დარჩენ და ვიღაცები ისევ გაჭირვებულები გახდებიან, იმიტომ რომ ფულთან ყველა სხვადასხვანაირი დამოკიდებულება აქვს. აბსოლუტურად სხვადასხვანაირი დამოკიდებულება აქვს ყველა ადამიანს. ვიღაცა უფრო მომჭირნია, ვიღაცა უფრო მზრუნ, ვიღაცა უფრო წინდახედულია და ასე შემდგომ. ამიტომაც არ არის აქ ფულზე ლაპარაკი. აქ იმ სიმდიდრეზეა ლაპარაკი, რომელიც სიმდიდრესაც ჩვენ უშურველად უნდა უნაწილებდეთ ერთმანეთს, იმიტომ რომ ღმერთი ამ სიმდიდრეს უშურველად იძლევა ყველა ჩვენთვის. ზე რომ ამოდის ყველასთვის ანათებს, რომ წვიმს ყველასთვის წვიმს, რომ გვიხარია ყველასთვის ესეთი სასიხარულოა ერთად ყოფნა და მეგობრობა თუა, ნამდვილად ასეთი უნდა იყოს და აი ეს უშურველად უნდა გავცეთ ჩვენ ერთმანეთისთვის. ამიტომ იფიქრეთ ამაზე, ჩემო ძვირფასებო, როგორ გამდიდრდეთ ღმერთში და როგორ შეძლოთ ის, რომ ის სიმდიდრე, რომელიც აღმოსაჩენი გაქვთ, თუ აქამდე არ აღმოგიჩენიათ, აღმოაჩინოთ და გასცეთ, ყველას მისცეთ და არავისთვის არ დაიშუროთ და არა ისე უგუნურად, რომ ეს რახან მაქვს, ამიტომ შემიძლია ვჭამო, ვსვა და გავსხრებოდე. არა, ეს არ არის ადამიანის ფიქრი.
ეს არის უსულო ადამიანის, ანუ ცხოველის ამ შემთხვევაში ფიქრი და ერთმა გვაშოროს მსგავსი ფიქრისგან. დღევანდელ დღეს ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ არის გრიგოლ ფერაძე მოვიხსენეთ, აი ჩამოლოცვის დროს ვახსენეთ გრიგოლ ფერაძე ოსვენციმში აღსრულებული არქიმანდრიტის ხსენება, რომელიც 1942 წელს მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელებმა აწამეს. ძალიან საოცარი ამ ადამიანის ცხოვრება, მე დაწვრილებით ნამდვილად ვერ მოვყვები ახლა. ჯერ ერთ იმიტომ ვერ მოვყვები, რომ მინდა გითხრათ, რომ სათანადოდ ამ ადამიანის ცხოვრება შესწავლილი არ არის. სათანადოდ ამ ადამიანის სამეცნიერო კვლევები არ არის შესწავლილი. ის იყო ძალიან დიდი მეცნიერი, გარდა იმისა, რომ სასულიერო პირი იყო. და აი ჩვენი ქვეყნის ალბედითი მოგეხსენებათ რაღაცა ისტორია, ავკარგიანი ისტორია და ეს მე-20 საუკუნის დასაწყისში ძალიან მძიმე იყო ამ რევოლუციის შემდგომ, როდესაც კომუნისტებმა დაიწყეს დარბევა ეკლესიებისა. აღმოაჩინეს, რომ ასეთი ნიჭიერი კაცი ყავთ, როგორიც გრიგოლ ფერაძეა და გაგზავნეს ევროპაში განათლების მისაღებად. წავიდა ევროპაში განათლება მიიღო და მე მაქვს შემთხვევით წავაწდე ამ წერილებს, როდესაც ის იწერება კათალიკოს პატრიარქს წერს თუ არ მეშლება, ეს არის კალისტრატე, თუ არ მეშლება და ეუბნება, რომ რისთვისაც გავამაგზავნეთო ევროპაშიო, ყველაფერი მივიღეო, მაგისტრატურა დავამთავრეო, სადოქტორო ხარისხი დავიცავე, ძალიან გთხოვო დამაბრუნეო საქართველოში, ეუბნება და უკან პასუხი აქვს პატრიარქისგან. შენნაირები აქ არ სჭირდებათო და ცოტა ხანი ისევ მანდიყავი სადაც ხარო. უფლებას არ აძლევს რომ ჩამოვიდეს, იმიტომ რომ იცის, მისი ჩამოსვლა დახვრეტა ერთი იქნება. თუმცა კი ამას მაინც ვერ აცდა. ევროპაშიც დახვრიტეს, მაგრამ ძალიან ბევრი რამ მოასწრო. პირველი რაც მოასწრო, მინდა გითხრათ, რომ ექვთიმე თაყაიშვილის გადარჩენილი საგანძური, ექვთიმეს დიდი ღვაწლია, რა თქმა უნდა, მაგრამ გრიგოლ ფერაძე რომ არ ყოფილიყო, აღარაფერი აღარ იქნებოდა. გრიგოლ ფერაძეს, როგორც ქართული ენის მცოდნეს, მაშინ ბონის უნივერსიტეტის პროფესორი იყო, თხოვეს შეფასება მიეცა ამ განძისათვის. ჩავიდა ეს განძი რომ ნახა, რა თქმა უნდა, ექვთიმესთან ისაუბრა, ჩამოვიდა უკან და დაწერა დასკვნა, რომ ესო ქართველებისთვის არისო რაღაცა თავისი ზიზილპიპილა რაღაცა ნივთებია, თორე არაფერსაც წარმოადგენსო. ამ დროს სკივრების სავსე იყო ოქროთი, ოქროთი არა ლოდები, არამედ ხატები, ოქროს ხატები ელაგა სულ. მატერიალურ სიმდიდრეს წარმოადგენდა ვიღაცისთვის, რაც ჩვენთვის ესეთი სულიერი საუნჯია. ამიტომ გრიგოლ ფერაძის დამსახურება ამისი გადარჩენა. მან დაარსა იქ პირველი სამრევლო წმინდა ნინოს სახელობის და პირველი წირვები ქართულად მან დაიწყო. ამის შემდგომ ვარშავაში უნივერსიტეტის პროფესორი იყო, იქ ასწავლიდა და ომის დროს აი ეს დაბომბები, რომ მიდიოდ, მე ძალიან მოკლედ გიყვებით. დაბომბები როცა მიდიოდა, ის არ შედიოდა მიწისქვეშა თავშესაფარში, დადიოდა ქალაქში, რომ დაჭრილები თუ სადმე იყო მათთვის ეპატრონო. და ესე ქალაქში მოხეტიალე უკაცრავად ამ სიტყვისთვის, მაგრამ სხვას ვერაფერს ვიტყვი, მოხეტიალე, იმიტომ რომ აკრძალული იყო ქალაქში სიარული, დაიჭირეს, წაიყვანეს ოსვენციმის ბანაკში და როგორც გარდამოცემა არსებობს, სხლის მაგივრად შევიდა ის გაზის კამერაში ან დასახვრეტად, ორი ვერსიაა, რომ რა მნიშვნელობა აქვს. საბოლოო ჯამში ორივე მოწამეობრივი სიკვდილი იყო, რომ სხვის მაგივრად, მრავალშვილიანი მამის მაგივრად თვითონ შევიდა სიკვდილის ასჯელი, თვითონ მიიღო მასზე. ამიტომ იცოდეთ და გახსოვდეთ ესეთი ადამიანები. ეს არ არის შორეული ისტორია, ჩვენ რო ყვებით, რომ აი ქრისტიანებს ასე აწამებდნენ, მოციქულებს ასე გაუკეთეს, ხანდახან ჩვენ გონებამდე უჭირს ამას ყველაფერს მოსვლა, იმიტომ რომ 20 საუკუნემ გაიარა და ხანდახან ისეთ რაღაცას რომ ყვებიან, ლომებს მიუგდებდნენ, ასე შვებოდნენ, თითქოს რაღაცა ზღაპრად მოგეჩვენება. სინამდვილეა ეს, არ უნდა მოგეჩვენოთ ზღაპრად. იცოდეთ რომ ეს ნამდვილად მოხდა და ამის დასტური რომ ეს ნამდვილად ასე ხდებოდა, აგერ არის გუშინდელი დღეა. არიან ადამიანები, რომლებიც დღეს ცოცხლები არიან, როდესაც ეს ხდებოდა და ყველაფერი ეს თავიანთი თვალით აქვთ ნანახი. ასაკიანები არიან უკვე, მაგრამ ცოცხლები არიან. მათ შეუძლიათ მოყოლა ამის, რომ ეს ყველაფერი ასე ხდებოდა. და ამიტომაც ჩვენ აქ ემიგრაციაში მყოფი ქართველები ვართ და ასეთივე იყო თვითონ გრიგოლ ფერაძეც. უკეთეს მაგალითს ვერ გასწავლით, როგორ უნდა იცხოვროთ. ეს არის გრიგოლ ფერაძე. ვინმე საინტერესებს, თქვა სამშობლოში როგორი უნდა იყოს ერთგული და თავდადებული. იქაც ყავს ამის მაგალითები, ამას იქ გეტყვით საქართველოში როცა შეგხვდებით. დღეს როცა მოსკოვში ვართ, მე გეტყვით, რომ როგორ უნდა გაატაროთ თქვენი ცხოვრების წლები ემიგრაციაში, აი ასე. აი ესე უნდა ემსახურო შენ სამშობლოს, მიუხედავად იმისა, რა დაშორებითაც არ უნდა იყო მისგან. შეგვეციოს მისი წმინდა ლოცვა და გილოცავთ ყველას მისი ხსენების დღეს.
დალოცვილი, გახარებული გამყოფოთ ღმერთმა. ამინ.